უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, ვიცით რომ ეს სამუშაო დრო არის, მაგრამ მაინც გამონახეთ დრო და მობრძანდით და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისი, რომ ჩვენ დიდი საქმეები გველის წინ და რაღაცა ურთიერთპატივისცემა და პასუხისმგებლობა დღითიდღე იზრდება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ ყველას დიდებული დღესასწაული გიორგობა. ასევე მოგილოცოთ უდიდესი მართლმადიდებლური დღესასწაული აღდგომა. ქრისტე აღსდგა ბატონებო. მე ისიც მინდა გითხრათ ბატონებო, რომ დღეს მართლაც ჩვენიერი დღესასწაულია და დღეს ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და გვიხარია რომ ჩვენი კოალიციის, ჩვენი ერთიანობის ლიდერი და არა მხოლოდ ჩვენი კოალიციის დღეს ჩვენთან არის. მე მინდა მივესალმოთ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. მადლობ. ძვირფასო მეგობრებო, დღესრულად საქართველოში მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, რომელიც მეტნაკლებად სხვადასხვა პოლიტიკური ძალების საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ერთმანეთს გავს. ისინი საუბრობენ ყველაფერზე, მაგრამ არავინ ახსენებს იმას, რითაც ჩვენი კოალიცია ამაყობს და რასაც ეფუძნება ჩვენი კოალიცია, რასაც ეფუძნება ჩვენი ქმედება. ეს არის ღირსება, ეს არის ღირსების გრძნობა. ამას წინათ ჩვენ საუბრობდით მეგობრებთან და გაგვახსენდა შუა საუკუნეების ქართველი მეომრების, ქართველი რაინდების ბრძოლაში ვიდრე შევიდოდნენ და საერთოდ ქმედების დროს ერთი უმნიშვნელოვანესი დევიზი, თავი სახელმწიფოს, გული სამშობლოს, ღირსება არავის. აი მე ვფიქრობ, ამ ღირსებას ეფუძნება ის, რითაც ჩვენ გვეძლევა ის ენერგია, რომლითაც ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ ის, რაც დააშავა სისხლიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და რეჟიმმა თავისი ამ საერთაშორისო ძუნძლიანი მაწანწალა სააკაშვილის მეთაურობით. ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ მათ მიერ დაშავებული და გავაკეთოთ ის, რაც არ გააკეთა სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ, საღათას ძილს მიცემულმა ქართულმა ოცნებამ. ჩვენ ერთნი ვართ, არ გამოყოფთ ჩვენ და თქვენ, აქ ერთი გუნდი ვართ. ხელგვეწიფება გავაკეთოთ არჩევანი არა ცუდსა და უარეს შორის, არამედ ცუდსა და კარგს შორის. ის კარგი ჩვენა ვართ. ჩვენ ვეფუძნებით და ვართ ის ძალა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს დაკავშირებულს სამი ძირითადი პრინციპით. ჩვენ ასე ვფიქრობთ. ეს არის უპირველეს ყოვლისა პროფესიონალიზმი და სრულყოფილება პირველი. მეორე, ეს არის წესიერება და პატიოსნება. მესამე, ეს არის ოჯახიშვილობა და ტრადიციები. ეს სამი იპოსტასია, რომელზეც დგას ჩვენი იდეოლოგია და აქედან გამომდინარე ის ადამიანები, რომლებიც თქვენ წინაშე წარსდგებიან, მაჟორიტარები, მერების კანდიდატები და არა მხოლოდ თბილისში ძვირფასო დიდუბელებო და ძვირფასო დიდხმელებო, ყველანი არიან შერჩეული და გაერთიანებული ამ თვისებებით. დროა აღვადგინოთ წესრიგი, ძვირფასო მეგობრებო, ეს მხოლოდ ლამაზი სლოგანი ან დევიზი არ არის. ეს გულისხმობს და თავის თავში აერთიანებს მთელ რიგ ჩამონათვალ სოციალური საკითხების მოგვარების, ეკონომიკური საკითხების მოგვარების, პოლიტიკური საკითხების მოგვარებისაცაც. რადგან ადგილობრივი არჩევნებით იწყება ის გამარჯვება, რომელსაც საბოლოოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვია თუ საერთოდ საპარლამენტო არჩევნები და საერთოდ ქვეყნის წელმაგრობა. ჩვენ მივხედავთ ჩვენს დედაქალაქს და ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენ არ დაუშვებთ იმას, რომ თბილისი როგორც წინამორბედებმა აქციეს თბილისური სამსახურები კორუფციის ბუდეთ და როდესაც 50 მილიონი, 60 მილიონი ჩვენი ჯიბიდან იკარგებოდა, ამაზე არავის პასუხი არ მოთხოვეს. ეს ჩვენ შემთხვევაში გამორიცხული იქნება, მით უმეტეს ჩვენ წარმოვადგენთ ისეთ მერს, რომლისთვისაც ყველაფერი ეს უცხოა, მისთვის საკუთარი ჯიბი არაფერია, მისთვის არის თითოეული თქვენთაგანის წელმაგრობა მნიშვნელოვანი. ჩვენ არ დაუშვებთ იმ უბნების განადგურებას, ისტორიულ უბნებისას, რომელიც სხვათა შორის ძალზედ ბევრია ამ რაიონში, სადაც ჩვენ ახლა ვდგევართ. ჩვენ დავიცავთ ადამიანის უფლებებს და არ ვიკადრებთ იმას, რომ მაშინ, როდესაც ხდება ტრაგედია და ადამიანები იმისათვის, რომ ადამიანმა თავი ჩამოიხრჩო, იმისათვის, რომ
თავისი შვილისთვის მისი ქელეხიდან შეკრებილი ფულით გამოიყოთ წამალი და ემკურნალად ამ დონემდე რომ მიიყვანს ქვეყანა და სახელმწიფო თავის მოსახლეობას ჩვენ ამას რა თქმა უნდა არ დაუშვებთ და ვინც ამას გააკეთებს იმას ის დაიჯება ჩვენ არ დაუშვებთ იმას რომ თბილისი განათლების სწავლის მეცნიერების სპორტის ახალგაზრდობის ინტელიგენციის მშრომელი ხალხის თქვენაირი ლამაზი და ჭკვიანი ადამიანების ქალაქი იქცეს მხოლოდ ვიღაცეების კერძო საჯეჯილოდ მარტო სამწვადოების სახაშლამეების და ბენზოგასამართების სადგურად ნაგავსაყრელად და სამწუხაროდ ენრაოდენობის საროსკიპოებად რომ აქციეს და არავინ არ აკონტროლებს ამას და კიდევ არავინ არ იცის ვინ ჩამოყავთ და საიდან ჩამოყავთ ჩვენ აქაც დავამყარებთ წესრიგს და ჩვენ არ მივიღებთ იმ ანტიდისკრიმინაციულ კანონს რომელიც თავად არის დისკრიმინაციული იმ ერის იმ ქვეყნის იმ ეთნოსის მიმართ რომელსაც საქართველოს გულისხმობ ჩვენ თავს გულისხმობთ რომელსაც წინა ხელისუფლების ავკაცობისა და იმის მომდევნო ხელისუფლების ქართულ ოცნებას გულისხმობ უმოქმედობის გამო დაკარგული აქვს და ვერაფერს აკეთებს ტერიტორიული აღდგენისთვის რომელსაც ყავს 400,000 ლტოლვილი 350,000 პრობაციონერი და უამრავი სხვა ახლა ჩვენ როდესაც ვლაპარაკობ შესაძლებელია კიდევ აგრძელებენ მართულ ხლართების გავლებას და ადამიანების მოტაცებას და თურმე უმნიშვნელოვანესი ყოფილა ჩვენთვის რომ თურმე ვიგრძნოთ თავი ევროპელებად მივიღოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და როდესაც ზოგიერთი ხელმძღვანელი გამოდის და ამბობს ჩვენ ევროპელები ვართო გვეცინება სულ ხანსაბაორბელიანმა ეს ბევრად უფრო ადრე თქვა მასზე და უფრო ადრეც ჯერ კიდევ კოლხეთის სამყაროდან დაწყებული ამიტომ ეს სასაცილოა და ჩვენ ასეთ ტრიუკებს არ ვიკადრებთ და ამის შესახებ სხვათა შორის ბრწყინვალე თქვა ჩვენმა ლიდერმა ქალბატონმა ნინა ბურჯანაძემ ამ რამდენიმე ხნის წინ ტელევიზიაში ჩვენ არ გავაყავდებთ არჩევნებს და დავასრულებთ კოჰაბიტაციას აღვადგენთ სამართლიანობას და ვივლით წინ უკეთესი ცხოვრებისაკენ დიდარი თბილისისა და საზოგადოებისაკენ დიდარი ქვეყნისაკენ ძვირფასო მეგობრებო ბოდიში თუ სიტყვა გამიგრძელდა მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ მობრძანებისათვის და სიტყვა გადავცე პიროვნებას რომელსაც წარდგენა არ ჭირდება უბრალოდ გაგიხარდებათ რომ ასიხილავთ სიტყვა მინდა ვთხოვო გია ბურჯანაძეს ილოცავთ გიორგობა ძვირფასო მეგობრებო, საყვარელო მეგობრებო, ქალბატონებო, ბატონებო. მადლობთ. გიგლამ შენვირად მიმოიხილა მეტნაკლებად ის პრობლემები, რაც დღეს საქართველოს უდგას და საქართველო არ არის რაღაცა განსაკუთრებული. ყველა ქვეყანაში მომხდარა მსგავსი, ჩვენ სახელმწიფოებრიობის შენებლობა უნდა დავიწყოთ. მაგრამ 22 წელია რატომღაც ვერ მოვახერხეთ ეს. და მე თუ მკითხავთ, ადგილებიდან უნდა დაიწყოს, თითოეული სოფლიდან, თითოეული ქალაქიდან, თითოეული ქუჩიდან. ეხლა არის ადგილობრივი არჩევნები. ვინმე შეიძლება ჩათვალოსო ესო მნიშვნელოვანი არ არისო. სწორედ თქვენ გეხებათ ეს. თითოეულ სოფელს, თითოეულ ქალაქს, თითოეულ ქუჩას. ჩვენი კეთილდღეობა არ არის დამოკიდებული ვინმე კეთილი ბიძიას ან დეიდას განწყობაზე, აბა როგორ გაიღვიძებენ რა ხასიათზე. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ეს და მოპოვება ხდება ბრძოლით, შრომით, თავდადებით. ეს ხო არ არის ის პერიოდი მაინდამაინც რომ ბარიკადებზე გავიდეთ ან საშიმშილოდ დავждდეთ. როდესაც მართლა გვიწევდა საშინელება, დაპირისპირება საშინელ ძალასთან, რომლებიც ყველაფერს კადრულობდნენ. ეხლა არის მისვლა საჭირო არჩევნებზე და გულით და გონებით გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ნახეთ თუნდაც ძალიან პატივსაცემმა კაცმა, როდესაც გითხრა რომ ჩემი ხათრით აირჩიეთო, რაც მივიღეთ. სააკაშვილის აშენებულ სასახლეში შებრძანდა დღევანდელი პრეზიდენტი. რა უნდოდა იქ? მაგრამ შევიდა, ჩვენურად მეგობრობს ნაციონალებთან. და ვიზახთით ჩვენი გუნდი, ვინც დღეს აქ ვართ შეკრებილი. ბიჭო, საქართველოში თამადას არ ვირჩევთ ხათრით. შეიძლება პრეზიდენტის ხათრით არჩევა? ამიტომ მოგიწოდებთ რომ გონებით გადავწყვიტოთ, სიბრძნით გადავწყვიტოთ ყველა პრობლემა. ეხლა აღარ არის დრო ხმლის ქნევის და მუშტის ქნევის და ასე შემდეგ. ეხლა არის დაფიქრების დრო და ამ დაფიქრებისკენ მოგიწოდებთ.
ეს ის გუნდი არის, რომელიც იბრძვის 2008 წლიდან, აი თითქმის ყველანი 2008 წლიდან ერთად ავართ. და არასოდეს არ მოგვიტყუებია ჩვენი მოსახლეობა. ჩვენი თანამოქალაქეები, ერი. რასაც ვამობდით, იმას ვაკეთებდით. არასოდეს გარიგებაში არ შევსულვართ არავისთან. იმისთვის რომ რაღაცები მიგვეღო. პირადად ჩემს თავზე მოგახსენებთ, არასოდეს არ წავსულვარ ხელისუფლებაში. მსახიობი კაცი ვარ, მე ახლა თეატრიდან გამოვიქეცი, ისე უკან უნდა გავბრუნდე. მე ჩემი პროფესია მაქვს, მაგრამ მინდა რომ ყველას თქვენი პროფესიით გქონდეთ სამუშაო. ხვალინდელი დღე რომ გარანტირებული გქონდეთ. თქვენი შვილების და შვილიშვილების გარანტია რო იყოს წყნარი ცხოვრების, სამუშაო ადგილების, განათლების, ჯანდაცვის, უშიშროების, არ გქონდეს იმის შიში, ვინ გიჟი შემოგვივარდება ან ჩრდილოეთიდან, ან სამხრეთიდან, ან აღმოსავლეთიდან. დასავლეთიდან მადლობა უფალს სხვა გვიცავს. ამისთვის არის ფიქრი საჭირო, შენ რომ მივახციოთ ამას. ამიტომ ჩემო კარგებო, ფიქრი არის საჭირო. ქალბატონი ნინო წარმოგიდგენ შემდეგ მერობის კანდიდატსაც. ამ მაჟორიტარულ ოლქში ჩვენს მაჟორიტარებსაც. მაგრამ მე რადგან უნდა წავიდე, პირდაპირ გეტყვით, ძალიან ღირსეული ადამიანები არიან ისინი. ძალიან ღირსეული. ერთად გავატარეთ ბრძოლაში ჩვენ, ერთად გავატარეთ საქართველოზე ფიქრში, ბევრი წლები და მე იმედი მაქვს, თქვენ თუ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებთ, თითოეული სოფლიდან დაიწყება ქვეყნის შენებლობა. მე მოგიწოდებთ ამისაკენ. ეს არ იქნება ვინმეს გამარჯვება. ეს იქნება ერის გამარჯვება. და თითოეული სოფლიდან და თითოეული ეზოდან უნდა დაიწყოს ერის გამარჯვება. აი დიღმელებს მოგიწოდებთ, აი ნახეთ, წარმოიდგინეთ, ამ 40 წელიწადში 64 იქცა, აი ეს ადგილი. მაგრამ ამ 64-ს გვინგრევენ, რატომ? იმიტომ რომ ვიღაცების ინტერესები არის. ვიღაცა ვიღაცასთან არის გარიგებული. და ჩვენ თუ ესე გავაგრძელეთ შუმატყოფნა, მართლა დაგვეგრევენ სამქვეყნიური 64. ამიტომ შემოძვირფასებო, დავიწყოთ თითოეული სოფლიდან და თითოეული ეზოდან, თითოეული ქუჩიდან ქვეყნის შენებლობა. და ამისთვის გადადგმა არის ნაბიჯის, უნდა დავკარგოთ 15 ივნისს, უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მოუწოდეთ თქვენს ახლობლებს, მეზობლებს, ნათესავებს და 3 ნომერი უნდა შემოვხაზოთ. ეს იქნება ქალაქის მერი დიმიტრი ლორქიფანიძე, ღირსეული ვაჟკაცი და ასევე ჩვენი მაჟორიტარები, რომელსაც წარმოგიდგენენ აქ. მოწიწებით, დიდი სიყვარულით, გემშვიდობებით უნდა გავიქცე სამსახური მელოდება, ჩემი პროფესია მელოდება და გისურვებთ რომ ყველას გასაქცევად გქონდეთ სამსახურში. სამსახურები გქონდეთ ყველას და მშვიდად იყოს თქვენი ოჯახები, რომ ხვალინდელი დღე გარანტირებული უნდა იყოს. ამის დღეს პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ შემოვხაზოთ ნომერი 3. მომიტევეთ უნდა დაგტოვოთ შემოკარგებით. სიუφასო მეგობრებო, ასევე ადამიანს, რომელსაც ახლა ჩვენ ვთხოვთ, რომ გითხრას თავისი სიტყვა, ირაკლი ბათიაშვილს წარდგენა არ სჭირდება. მოგესალმებით. გილოცავთ გიორგობას უყველას, დიდ დღესასწაულს. წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს თქვენ ოჯახებს, მთლიანად საქართველოს. და მინდა ძალიან ძნელია რამე დაამატო, იმიტომ რომ ძალიან შესანიშნავად ილაპარაკეს, მე მგონი დავამწურავად ჩემმა წინამორბედებმა, ბატონმა გიგლამაც, ბატონმა გიამაც. მე მინდა ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა შემდეგ რამეს. რა პრობლემებია მთავარი, რასაც პრობლემების მეტი რა არის თბილისშიც და რაიონებშიც და სოფლებშიც და ყველგან უა, მაგრამ მთავარი პრობლემა საქართველოში არის რისი? რა ხალხი მართავს ჩვენ ქვეყანას? ვის ხელში არის ხოლმე ჩვენი ქვეყნის ბედი რეგულარულად? ყველაზე არ ითქმის ეს, მაგრამ ძირითადად ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანების დიდი ნაწილი არის უვიცები. ეს ადამიანები არიან უწესოები, იმიტომ რომ მოდი არა თანამდებობებზე ფიქრობენ მხოლოდ რა მოპარონ ჩვენ ხალხს, რა ესე ვთქვათ ამოხაპონ ბიუჯეტიდან და რა ჩაიდონ ჯიბეში. ეს არის პრობლემა, რომ ეს არის უსამშობლო ხალხი. ყველაზე არ ვამბობ, არა დიდი ნაწილი. აი ეს დაამტკიცა ამ ბოლო მოვლენებმაც. ადამიანები, რომლებსაც ფასეულობების სისტემა აქვს მოშლილი გონებაში და ცნობიერებაში. და აქეთკენ მიაქანებენ ჩვენ ქვეყანას. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ადამიანები,
და ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ძალა, რომელიც დგას ჩვენ ქართულ ტრადიციულ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ფასეულობებზე, რომელსაც ყავს კვალიფიციური პროფესიონალი ადამიანები და რომელსაც ყავს პატიოსანი ადამიანები. აი ესეთი არის სწორედ ეს ძალა ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, მისი ლიდერობით, ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია და მისი კანდიდატები. ამიტომ უნდა მიცეთ სწორედ მას ხმა და ამიტომაც თქვენ ეხლა თქვენი მეგობრები, თქვენი ახლობლები არ უნდა დაიზაროთ, არ უნდა დავიზაროთ არც ერთმა ჩვენთაგანმა და უთხრათ რომ მადლობა ღმერთს, აღარ არის ეხლა ის დრო რაც იყო 2012 წლამდე იმ ხრივ რომ ვინმე ეხლა იმის გამო რომ ხმა მიცეს დღეს 3 ნომერს, ამიტომ დაიჭირონ, სამსახურიდან მოხსნან, აღარ არის დრო იმის რომ აი უკვე დავინახეთ გიამ შესანიშნავად ილაპარაკა, ხათრის გამო მივცეთ ვიღაცას ხმა, ხო ხედავთ ხათრის გამო მივეცით და თვითონ ვის გამოც მივეცით ხათრის გამო, გიორგი მარგველაშვილს მე არ მიმიცია, ვინც მიცა, ეხლა თავად არის შეწუხებული, ამიტომ ეხლა რასაც კარნახობთ თქვენი სინდისი, რასაც კარნახობთ თქვენი გონება, უნდა იმოქმედოთ იმის მიხედვით და მე მგონი უკვე ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობა ხვდება, რომ ერთადერთი მართლაც და საღი ძალა რომელიც შეიძლება იდგეს ჩვენი ქვეყნის მართლაც და ინტერესების სამსახურში და რომელმაც ჩვენი ქვეყანა შეიძლება გამოიყვანოს აი ამ უმძიმესი მდგომარეობიდან, რაშიც დღეს ვიმყოფებით, არის სწორედ ეს ძალა და მისი კანდიდატები ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებისათვის, იმიტომ რომ ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ეტაპი ჩვენი საბოლოო გამარჯვებისათვის, რომელიც იქნება სწორედ საპარლამენტო არჩევნების დროს. კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობის დიდ დღესასწაულს. ძვირფასო მეგობრებო, მე მინდა ვთხოვო სიტყვა ჩვენი კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს, ბატონ გიორგი ახვლედიანს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. გილოცავთ გიორგობას, გიორგობის მადლი გფარავდეს ყველას და ღვთისშეწევნა და საკუთარი ძალის ხმევის უნარი არ მოგსვლოდეს, რაც ყველაფერშია საჭირო, დაწყებული ყოველდღიური ცხოვრებიდან დამთავრებული პოლიტიკამდე. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისათვის და იმისათვის, რომ გაქვთ სურვილი ვისაუბროთ იმ ყველაზე რთულ პრობლემებზე, რომელიც თითოეული ჩვენგანის წინაშე დგას დღეს და დგას ძალიან მწვავედ და იმდენად მწვავედ, რადგან არ ველოდებოდით. მე არ მეგულება საქართველოში ისეთი პესიმისტი ადამიანიც კი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისეთი იმედგაცრუებული იქნებოდა, როგორც დღეს ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. მე ვერ მოვძებნი ადამიანს, რომელიც ასე წარმოიდგენდა, იწინასწარმეტყველებდა ასეთ მწვავე რეალობას. იწინასწარმეტყველებდა იმას, რომ ამხელა მოლოდინები, ამხელა განწყობა, ამხელა იმედები, რომ რეალურად შეიცვლებოდა ქვეყანაშიც არსებული მდგომარეობა, გნებავთ ეკონომიკის, სოციალური ჯანდაცვის, პოლიტიკის მიმართულებით, ისე შეიცვლებოდა თითოეული ადამიანის ყოველდღიურობა და ოდნავ მაინც არ გამოსწორდებოდა თუნდაც ის ცხოვრების დონე, რომელსაც ასე ველოდებოდით და ძალიან დიდი მოლოდინით იყო განწყობილი მთელი საზოგადოება. იცით, გუშინ ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია მოვისმინე ძალიან სერიოზული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით. მოვისმინე ის ინფორმაცია, რომ ქართველებმა ამ ბოლო წელიწად ნახევარში ოპტიმიზმი დაკარგეს. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რაოდენ სერიოზული სირთულის წინაშე არიდნენ, ყოველთვის მაინც ოპტიმიზმით უყურებდნენ ხვალინდელ დღეს და ამბობდნენ, რომ რაც არ უნდა სირთულე იყოს ჩვენს ქვეყანაში, მაინც განვითარდებით და მაინც წინ წავალთ. ბოლო წელიწად ნახევარში რა მოხდა ასეთი ჩვენი ოპტიმიზმის თვალსაზრისით, პესიმისტებად ვიქეცით ქართველები და 70% ამბობს დღეს ქვეყანაში, რომ ეს ქვეყანა აღარ ვითარდება სწორად. ეს ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, რაც არის კატასტროფა და არის შოკის მომგვრელი. ეს არის ყველაზე დიდი საშიშროების მატარებელი, იმიტომ რომ იმედგაცრუებული საზოგადოება, იმედგაცრუებული ერი ვეღარ აკონტროლებს ხელისუფლებას და ის ხელისუფლება ხდება ძალიან სერიოზული დამნაშავე ხელისუფლება. დღეს ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ თურმე ისევ გვისმენენ, რომ თურმე ისევ არის ის უზარმაზარი პრობლემები, რომელიც მოყოლებული აგერ 9 წელიწადია დგას. იცით რატომ დგას ეს პრობლემები? დგას იმიტომ, რომ ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც 9 წლის განმავლობაში არ აღმოიფხვრა, ის არაფერი არ შეიცვალა ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაშიც.
ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელსაც დაამკვიდრა ეს საშინელება, არაფერი არ შეიცვალა მათ თვალსაჩინოდ. და დღეს არავინ არ დასჯილა ამის გამო. დაუჯელობის სინდრომი არის ყველაზე დიდი საშიშროების მატარებელი. ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი, იმიტომ რომ დაუჯელობის სინდრომი ნიშნავს იმას, რომ რახან არ დასაჯეს სხვა, რომელიც იყო დასაჯელი. ამიტომ არ დამსჯიან მეც. ამიტომ თუ არ დამსჯიან მეც, მე ჩავიდენ იგივე დანაშაულს და გადავაპარებ შემდეგ ოდესღაც მომავალ თაობას ისევ ამ დაუჯელობის სინდრომს და იმან იმტრიოს თავი. ყველაზე მეტად კი ის ზარალდება თითოეული ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა რომ დაესვას წერტილი იმას, რასაც ებრძვის წლების განმავლობაში, რისი შესვლის იმედიც ჰქონდა, მაგრამ არაფერი არ იცვლება. ისიც ბევრი ამბობს ალბათ და მართალიც არის, რომ ადგილობრივი არჩევნები ეს არ არის თქვათ ამ შემთხვევაში ძალიან ძირეული მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების არჩევნები, მაგრამ მისი მნიშვნელობის დაკნინება ერთი წამითაც არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სწორედ ადგილობრივი არჩევნები, შეიძლება ვიღაცამ კომუნალური არჩევნებიც უწოდოს, მაგრამ ეს არის ჩვენთვის, თითოეული ქართველისთვის დღეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი სწორედ იმისათვის, რომ პირველი ტური საპარლამენტო არჩევნებისათვის. ამ არჩევნებში სერიოზული შედეგის დადება ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე თვეში ყველანი ერთად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მივალთ. მივალთ და რეალურად შევცვლით უკვე იმ დამოკიდებულებას, რომელიც ზოგადი ქვეყნის კანონმდებლობას ჰქვია. ამის შემდეგ აღარავინ აღარ ინერვიულებს იმაზე, რომ პარლამენტში ხელისუფლებას და საპარლამენტო ეგრეთ წოდებული ოპოზიციას ერთად დაუჭერს მხარს ქვეყნის გადაგვარებას, ერთად დაუჭერს მხარს ქვეყნის მთავარი ფუნდამენტური სოფხერველობრივი ღირებულების დაკნინებას, მათ გადაგვარებას, გვერდზე გადაწევას და პირდაპირ კონფრონტაციაში შევა საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილ ინსტიტუტთან, საპატრიარქოსთან და ეკლესიასთან. ანუ ეს არის ის რეალობა, რომელიც პრაქტიკულად წარმოაჩენს დღეს სად არის წითელი ხაზი, სად არის მთავარი წყალგამყოფი. ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენს ქვეყანაში უნდა ქართული ცხოვრების წესი გადაისინჯოს, უნდა ეს ცხოვრების წესი გადაგვარდეს, გადაფასდეს, ის ფუნდამენტური ღირებულებები და ცნობიერება და ფასეულობები შეიცვალოს და დამკვიდრდეს ახალი. ფერად-ფერადი დროშების ფრიალით გინდა თუ არა უნდა ვიეროთ რაღაცა ორგანიზაციების მიმართულებით, თუ არა და ვართ უბედურება და საშინელება და მოღალატეები და გამყიდველები ამ ქვეყნის და მოკლედ მარტივად რომ თქვა დღეს თბილისში გამეფებული სახალისო ანეკდოტად ნათქვამი ზადნით ევროპაში არავის არ უნდა. ჩვენ ღირსეულად პირდაპირ უნდა შევიდეთ იქ სადაც შევდივართ და ღირსეულად დავუკვირდოთ ადგილი იქ სადაც ჩვენი ადგილია. არავითარი თავარი ფასეულობებისა და ღირებულებების ასე ვთქვათ დაკნინების ხარჯზე. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ არჩევნებზე დავირაზმოთ ყველანი ერთად და მე აღარ გქონდეს სათქმელი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებზე თუ არ მივალთ, მე აღარ გვექნება უფლება 4 წლის განმავლობაში ვთქვათ, რომ ჩვენ შეგვეცვალა, მაგრამ ეს ყველაფერი არ გავაკეთეთ და მოვთხოვოთ პასუხი შემდეგ ვინმე სხვას. შემდეგ უნდა შევეჩვიოთ იმას და შევეგუოთ და მოვითმინოთ, რომ 4 წელიწადი უჩვენო თუ გადაწყვეტენ, მაშინ უნდა მოვითმინოთ ის, რასაც გააკეთებენ შემდეგ უკვე ისინი, ვინც არ გვინდოდა რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. მაგრამ თუ მივიღებთ მონაწილეობას, თუ არ დაგვეზარება არჩევნების დღეს 15 ივნის საარჩევნო უბანში მისვლა, მაშინ მეწმუნეთ, რომ ხელისუფლების ის წყარო, რომელიც აქვს ხალხს, ყველაზე დიდი ძალის მატარებელი იქნება. შემოვხაზავთ ნომერს, მაშინ ჩვენ დავიცავთ ყველაზე მნიშვნელოვანს, ქართულ ცხოვრების წესს, იმ ფუნდამენტურ ღირებულებას, რომლიდანაც იწყება პოლიტიკაც, ეკონომიკაც, ჯანდაცვაც და სოციალური საკითხებიც. დიდი მადლობა. ბატონ ჯონდი ბაღათურიას ხოთ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ წარსულში ყავდა ხელისუფლება, რომელიც ცოდნით, ბოროტით ცოდნით ანგრევდა სახელმწიფოს. ჩვენ ყველამ ერთად ბევრი ვიბრძოლეთ აქ ძალიან ბევრი ნაცნობ სახელმწიფო, ბევრი ჩემი მეგობარია, ბევრი სულიერი ძმები და დევს ხედავ ჩემსას, რომლებიც იდგენ ყველგან, როცა იბრძოდით, ფიზიკურად იბრძოდით, როცა ტელეკომპანია იმას ალბეთ მახსოვს თქვენი სახეები, როცა პოლიციის სამმართველოსთან ომი მიდიოდა საკუთარ ხალხთან პირდაპირ და მახსოვს 8 აგვისტოს ომის დროს, როცა 10 აგვისტოს წამოვიდნენ ღამით ტანკები დაიზრდა თბილისისკენ, მთელი ხელისუფლება გაიქცა. მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობთ, რომ დიღმელებმა დამერეკეს და აქ გაიყვარო სამხედრო ტექნიკა მოადგაო, ესე მითხრეს. თბილისის დიღოში შემოვიდნენ. მე რომ მოვადი აღმოჩნდა ჩვენები იყვნენ, უბრალოდ ხალხმა მაშინ იფიქრა, რომ რუსების სამხედრო ტექნიკა იყო ეს. და ხელისუფლება ამ დროს იყო ზოგი წითელხიძე იდგა სრულიად სამარცხინო რიგში და ზოგი კიდე რომელ ბუჩქის ძირას იყო დამალული, არავინ არ იცის. დიღმელები იყვნენ გარეთ გამოსულები და დიღმელები აქაც იყვნენ გამზადებული იმისთვის, რომ დაეცვა თავისი ქალაქი. დღევანდელი ხელისუფლება განსხვავებით იმ ცოდნით და ბოროტებით რომ ანგრევდნენ იმ ხელისუფლებისაგან,
გამოირჩევა უცოდინარობით და უნამუსობით. დღეს რასაც ჩვენ ორი სიტყვით თუ გვინდა აღწეროთ რა არის პარლამენტი, ეს არის უცოდინარობა და უპრინციპობა. ერთის და მეორეს ასეთი უნიკალური სინთეზი და კიდევ ერთი შეიძლება სიხარბე. სიხარბე და მუდმივი ზრუნვა პირად გამდიდრებას. მუდმივი ზრუნვა მანქანების შესყიდვაზე, რაღაცა კაბინეტების მოწყობაზე და ასე შემდეგ. ახლა ამოვიღე მონაცემები 3 მილიარდი 600 მილიონი 8 მილიონიანი ბიუჯეტიდან, ანუ 43% იხარჯება მარტო ხელისუფლების შენახვაზე. ეს არის ხელფასების, პრემიების, სხვადასხვა ანუ გაუთვალისწინებელი ხარჯები, მანქანების და მობილურების და ამომსახურების ხარჯი. გარწმუნებით, არც ერთ სახელმწიფოში 20-22%-ზე უფრო მაღლა არ მიდის ხელისუფლების შენახვის ხარჯები. ასეთი ხარჯების გაწევის უფლებას მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება აძლევს საკუთარ თავს. მინისტრის ხელფასი არის 6,000 ლარი. ანუ 40-ჯერ მეტი ვიდრე არის ერთი პენსიონერის პენსია. 40-ჯერ მეტი 150 ლარი არის და გადან ზუსტად 40-ჯერ მეტი გამოდის. გარდა პრემიებისა, პრემიებს არ ვანგარიშო, პრემიებსაც თუ დაემატება ამას, ეს გაცილებით უფრო მაღალი თანხა გამოდის. პედაგოგის ხელფასზე 25-ჯერ უფრო მაღალი არის პარლამენტის წევრის ხელფასი. ხო, რაღაც მე მესმის, რომ პარლამენტის წევრს შეიძლება მეტი შრომა უწევდეს, მესმის, რომ მეტი პასუხისმგებლობა, თუმცა ვერ ვხედავთ ამ პასუხისმგებლობებს ჩვენ. ყველანი ერთად, არა? მაგრამ რაღაც ნამუსთან ხომ უნდა იყოს რაღაცა დაკავშირებული. ხო არ შეიძლება შენ 40-ჯერ უკეთესად ცხოვრობდე, ვიდრე შენი ერთი რიგეთი საშუალო მოქალაქე ცხოვრობს. ამიტომ გამოსავალი აქ, მეგობრებო, არის არა მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ხშირად ვაკეთებთ, რომ ვაკრიტიკებთ არსებულ ხელისუფლებას. გამოსავალი არის ცვლილება. გამოსავალი არის ქვეყნის მოწესრიგება, საპენსიო სისტემის მოწესრიგება, განათლების მოწესრიგება, რომ ახალგაზრდებმა დაიბრუნონ უფლება, კონდეთ განათლება, სასკოლო განათლება, ასევე უმაღლესი განათლება. ეს არის ჯანდაცვის სისტემის მოწესრიგება, სასამართლო რეფორმა, სასამართლო სისტემის მოწესრიგება და ზოგადად ეს არის ქვეყნის მოწესრიგება. ჩვენ გთავაზობთ კანდიდატს, რომელსაც არასოდეს უღალატია თავისი ქვეყნისათვის. არასოდეს უღალატია თავისი ოჯახისათვის და არასოდეს უკან არ დაუხევია. არ გაუწია ღმერთი და სამშობლო თუნდაც დუმილით. როცა იყო საკითხი, როცა იდგა პრობლემა, ის ყოველთვის ლაპარაკობდა ამის შესახებ, ის ყოველთვის თავდაუზოგავად იბრძოდა. ამიტომ მოგიწოდებთ შემოხაზოთ ნომერი 3. დაუჭიროთ მხარი ჩვენს კანდიდატს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს, მერობის კანდიდატს. დაუჭიროთ მხარი ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატს და დაუჭიროთ მხარი ჩვენს საკრებულოს სიას. რაც უფრო მეტი სამიანი იქნება შემოხაზული ბიულეტენი ჩავარდება ყუთში, მით უფრო მეტი ძალა და უნარი გვექნება ჩვენ ერთიან ოპოზიციას მოვაგოროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც წარსულში ცოდნით, ბოროტის ცოდნით დაგროვდა და დღეს უნამუსობით და უცოდინარობით გროვდება სახელმწიფოში. დიდი მადლობა. მოგიწოდეთ ყველა შემოხაზოთ ნომერი 3. ძვირფასო მეგობრებო, ეხლა ყველაზე საინტერესო მომენტი. თბილისელობა რაღაცა უპირატესობა განსაკუთრებული არ არის, მე ვფიქრობ. ეს არის პასუხისმგებლობა. აი ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენმა კოალიციამ თბილისის მერობის კანდიდატად და დარწმუნებული ვართ, რომ იგი არჩეული იქნება ყველასაგან, ისეთი ადამიანი, რომელიც აერთიანებს ყველა დადებით თვისებას, რაც შეიძლება პრინციპში ითქვას. ეს არის ოჯახიშვილობა, 8 შვილის მამა, ეს არის პროფესიონალიზმი, სიკეთე და სათნოება. მე ვგონებ მეტი ეპითეტებით შემკობა მისი არ არის საჭირო. თქვენ თვითონ დარწმუნდებით ამაში. მე მინდა ვთხოვო ჩვენს დიმიტრი ლორთქიფანიძეს მოგზავნდეს. ქრისტიანს დგა. გილოცავთ გიორგობას, ჩემო ძვირფასო თბილისელებო, დიდუბლებო, დიღმელებო. დიახ, გეორგი არის მიწათმოქმედთა ქვეყანა. ქვეყანა, რომელსაც 400-ზე მეტი ვაზის ჯიში აქვს გამოყვანილი თავისი არსებობის ისტორიაში და 200-ზე მეტი ხორბლის ჯიში. ქვეყანა, რომელიც ახსავსეა ყოვლითა სიკეთითა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავენი ვართ სიღატაკეში. ერთ-ერთი ყველაზე მოწინავენი ვართ მიგრაციის საკითხებში. ყველაზე ცუდი, ყველაზე ბნელი, ყველაზე არასასურველი, რაც კი შეიძლება თავს დაატყდეს ქვეყანას, სამწუხაროდ ჩვენ თავს ტრიალებს დღეს წისქვილის ქვა.
დისკრიმინაციაზე ლაპარაკობს დღევანდელი ხელისუფლება ბევრს და დღეს თქვენთვისაც ეს ყველაზე უფრო მეტად აქტუალური თემაა, ვინაიდან საქმე ეხება არა სოციალური პოლიტიკის კრიტიკას, არა ზოგადად საგარეო პოლიტიკის კრიტიკას, არამედ საკითხი ეხება სულის პოლიტიკას. სწორედ სულში შემოძრომის არაერთი მცდელობის და მიუხედავად დღეს ახალმა ხელისუფლებამ და ამას ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენდა ვინმე შეძლო თავს მოეხვია სიკეთის სახელით ისეთი კანონი, რომელმაც ხვალ უნდა მოახდინოს ჩვენი მკვიდრი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დისკრიმინაცია. და როდესაც დისკრიმინაციაზეა საუბარი, იმ ხელისუფლებას, რომელმაც ეს კანონი მიიღო, დაავიწყდა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში აკრძალულია მაგალითად დისკრიმინაცია სოციალური ნიშნით. ის რომ დღეს უამრავი უსახლკარო, გაღატაკებული, დამშეული ადამიანი ითხოვს ჭერს, თავშესაფარს, რომლის ვალდებულებაც გააჩნია თვითმმართველობებს და რომელიც გაწერილია კანონით და რომელსაც იგი არ ასრულებს და არც არავინ არ ახსენებს, ეს თურმე ხელველობაში მისაღები გარემოება არ არის. ის რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით და ის რომ საქართველოს პარლამენტმა თავად მიიღო დადგენილება პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა შესახებ და დაადგინა პოლიტპატიმრების არსებობა ქვეყანაში და ეს ადამიანები ითხოვენ დღესაც მათ მიმართ დადგენილი განაჩენების გადახედვას და ხელისუფლება უნიატობს და ხმას არ იღებს, ესეც თურმე არაფერში არ წერია. ის რომ 100,000 ადამიანი ხელმოწერით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს და ითხოვს რომ ეს ელექტრონული ID ბარათების ალტერნატივა ჩვენთვის გამოყავით ჩვენი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე. არც ეს არ არის მხედველობაში მისაღები, მაგრამ სამაგიეროდ ის რამაც უნდა უზრუნველყოს ტოტალური კონტროლი ქვეყანაში, აი ამ ნიშნით დისკრიმინაციის საკითხს უხვად იღებენ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დონეზე. ქალბატონებო და ბატონებო, მე მინდა გითხრათ, რომ დღეს თქვენი არჩევანი არის შანსი მთელი ქვეყნისთვის, რომ თვითმმართველობის დონეზე წარმოვადგინოთ სახალხო მმართველობითი უფლებამოსილება ერთადერთი ყველაზე სერიოზული, ყველაზე ძლიერი ძალის ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის შემოსვლით პოლიტიკურ ასპარეზზე, ვინაიდან არჩევანი არადანის პრინციპითაა გაყოფილი ახალ ხელისუფლებას ძველ ხელისუფლებასთან ძალაუფლება. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ თქვენი არჩევანი არ იქნება პრინციპული. ხოლო მე გპირდებით თქვენ, ვიყო დამოუკიდებელი ჩემს გადაწყვეტილებებში, ვიყო დამოუკიდებელი და პრინციპული ჩემს გადაწყვეტილებებში და რაც თავარია დავიცვა ჩემი პოზიცია. და თუ თქვენი არჩევანი გაკეთდება ჩვენზე, ჩვენ გპირდებით, რომ თქვენთან ერთად მოვაწესრიგებთ ქვეყანას, თქვენთან ერთად მოვაწესრიგებთ დიდუბეს, თქვენთან ერთად მოვაწესრიგებთ დიღომს. დიღომს, რომელსაც ძალიან ბევრი უბედურება გადახდა სხვათა შორის ამ მრავალი წლის განმავლობაში, აღარაფერს გეუბნებით იმ უმშვენიერეს რეკრეაციაზე, რომელიც საჯილდაო ქვა გახდა ხელისუფლებიდან ხელისუფლების ხელში, რომელიც რას დაამსგავსეს აგერ ლუბლიანას ქუჩის ხელმარცხნივ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ იხილოს და ნახოს. გუშინ გამოქვეყნდა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა და წარმოუდგენელი მონაცემია. ყველაზე მოგრძალებული მონაცემებითაც კი ქვეყანაში უმუშევართა ერთიანი ციფრი 68-დან 71%-მდე მერყეობს. ეს არის იმ განდევნისა და გაღატაკების პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. და თუ ჩვენ არ შევაჩერეთ რეალური პოლიტიკით, რომელსაც განვახორციელებთ თვითმმართველობის დონეზე, მაშინ ჩვენ ნამდვილად გვემუქრება სრული ჰუმანიტარული კატასტროფა ამ ქვეყანაში. ამიტომ გპირდებით, რომ ჩემი პრიორიტეტი თქვენი არჩევანის შემთხვევაში იქნება ადამიანი და ოჯახი, იქნება ბიუჯეტის მართლზომიერების ხარჯვის მართლზომიერებაზე პერსონალური კონტროლი და ამის მით ყოველი ორშაბათი იქნება თქვენთვის ანგარიშგების დღე. მე გპირდებით, რომ დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა და მათი ანალიზი იქნება ყოველკვირეული მსჯელობის საგანი ჩემი საზოგადოების წინაშე. მე გპირდებით, რომ სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები და მათი შვილები, რომლებიც დღეს ბედის ანაბარად არიან და საკანონმდებლო რეგულაციის გარეთ არიან დარჩენილნი, იქნებიან ჩემი ყოველკვირეული მსჯელობის საგანი. მე გპირდებით, რომ მრავალშვილიანებს ეკნებათ საკანონმდებლო დეფინიცია ერთხელ და სამუდამოდ და მათი წვლილი, როდესაც მე მყავს 8 შვილი და 8-ჯერ მეტი კონტრიბუცია მაქვს შესატანი ჩემი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოც უნდა იყოს ვალდებული მინიმუმ ჩემს ჯანდაცვასა და განათლების ხელმისაწვდომობაზე კონდეს საკანონმდებლო პრეფერენციები, ასახული იყოს ეს ყველაფერი კანონში
ჩვენ ამას ყველაფერს გვპირდებით. ამიტომ თქვენთან ერთად, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ქალბატონ ნინო გურჯანაძესთან ერთად, რომელსაც ახლა მე მინდა ვუხმო ტრიბუნასთან, გვპირდებით რომ მოვაწესრიგებთ ქვეყანას და დავალაგებთ ყველაფერს იმგვარად, რომ აღვადგინოთ ჩვენი წარქმეული ღირსება. მადლობთ, ქალბატონ ნინოს ვთხოვთ ტრიბუნასთან. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით ძვირფასო თანამოქალაქენო, ძალიან სასიამოვნოა თქვენი ნახვა, თქვენთან შეხვედრა, თქვენთან საუბარი. ჩემთვის ეს ნამდვილად ძალიან დიდი პატივია, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა, სამწუხაროდ აღარ დამთავრდა ქვეყანაში ის რეალობა, როდესაც პოლიტიკოსთან მოდის ადამიანი, უწყებს საუბარს და მერე თვალებით ცრემლით ევსება და ეუბნება უშველეთ ქვეყანას. აღარ დამთავრდა და ვეღარ დავამთავრეთ ჩვენ პოლიტიკოსებმა ის პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში, რომ ატირებული ადამიანები არ ელაპარაკებოდნენ პოლიტიკოსებს. იმიტომ რომ თქვენ პოლიტიკა რომ იყოს ისეთი, როგორიც თქვენ გეკადრებათ, არაფერი სატირალი არ გჭირთ. ამ ქვეყანას აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ ქვეყანა გავდეს ქვეყანას და ვისაც შრომა უნდა არ ეტირებოდეს. არადა შრომა უნდა მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ ფეხდაფეხ შემოვიარეთ მთელი საქართველო და არც ერთ ადამიანს ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არ უთქვამს, რომ აი ჩვენ ახლა აგირჩევთ, მიხედეთ საქმეს, გააკეთეთ საქმე და ჩვენ ხართეძოზე წამოწოლილი ვიქნებითო. ყველა გვეუბნებოდა, მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა, დაგვასაქმეთ, გვამუშავეთ და იქეთ მივხედავთ ქვეყანას. ოღონდ ეს დრო არ მოვიდა. იმიტომ რომ არ მოვიდა არასოდეს ისეთი ხელისუფალი ქვეყანაში, რომელიც უპირველეს ყოვლისა იფიქრებდა ხალხზე და არა საკუთარ თავზე. ჩვენ ყველას ძალიან დიდი იმედი გვქონდა ქართული ოცნების. და არავინ იფიქროს, რომ როცა მე დღეს ქართულ ოცნებას ვაკრიტიკებ, მე და ჩემს მეგობრებს ეს გვიხარია. ნამდვილად არა. იმიტომ რომ ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა, რომ ქვეყანა ქვეყანას დამსგავსებოდა. საკრიტიკოს პოლიტიკოსი ყოველთვის მოძებნიდა. აწყობილ ქვეყნებში აკრიტიკებენ პოლიტიკოსები ერთმანეთს. მოვძებნიდით ჩვენს გასაკრიტიკებელს და უკეთეს შემოგთავაზებდით. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სამწუხაროდ არც ერთი ის დანაპირები, რომელიც მე თქვენ თითოეულ ჩვენგანს მოგცა ქართულმა ოცნებამ, ერთის გარდა, რომ აღარ დაგვატერორებდნენ და თავში არ ჩაგვარტყამდნენ, ამის გარდა არც ერთი დანაპირები არ შესრულდა. მე მინდა სხვებთან ერთად მოგილოცოთ გიორგობის წყინვალე დღესასწაული და გავიხსენო რამდენიმე წლის წინანდელი გიორგობა, სისხლიანი გიორგობა, რომელიც ჩვენ ხელისუფლებამ მოგვიწყო. აი აქ სულ რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით მე იქ ვიდექი ჩემს მეუღლესთან და ორივე შვილთან ერთად. იქ იდგა ირაკლი ბათიაშვილი, იქ იდგა გია კობახიძე, იქ იდგა რამაზ გაგნიძე, ქალბატონი მანნა, ყველა პრაქტიკულად იმ გუნდის წარმომადგენლები, რომლების დღეს აქავართ. ორ ადამიანს თვალი წამოთხარეს, სრულიად უდანაშაულო ადამიანს იმ დღეს. ერთი ბოდიში არავის მოუხდია და დღეს საქართველოს პარლამენტში მოკალათებული ბიძინა ივანიშვილის ხათრით არჩეული პოლიტიკური ძალები ჩვენ გველაპარაკებიან იმას, რომ საქართველოს გადარჩენა, თურმე ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა. თქვენ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენას მიეცით ხმა, როცა ქართული ოცნება შემოხაზეთ? მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. პასუხი ყველაფერ იმაზე, რაც ხდებოდა, დღეს პირველ რიგში უნდა მოეთხოვოს უკვე ქართულ ოცნებას. იმიტომ რომ წელიწად ნახევარია დაგვცინიან. წელიწად ნახევრის განმავლობაში მოახერხეს ის, რომ ნაციონალური მოძრაობა გვიკითხავს მორალს. გუნდი, რომელსაც არც მორალი, არც ადამიანობა, არც სამშობლო სიყვარული არაფერი არ აქვს. ბურჯანაძე ჩვენი წევრი არ ყოფილა განსხვავებული ფასეულობა ჰქონდაო. ეგონა ეთყობა სააკაშვილს, რომ რამე ცუდი თქვა ჩემზე. ღმერთმა დამიფაროს, რომ მაგათი ფასეულობები მქონოდა. იმიტომაც ვერ მგუობდნენ და ვერ მიტანდნენ და ვერც მე ვგუობდი მათ და ვერც ვიგუე ბოლომდე. დიახ, ეს არის გუნდი, რომელმაც არ იცის რა არის დედა და მამა, არ იცის რა არის მეგობრის ცოლი, მეზობლის ცოლი, არ იცის რა არის ელემენტარული ოჯახური ფასეულობები და ტრადიციები.
ძალიან ბევრი იყო აქ ლაპარაკი და მე პატარა ბავშვებს ხედავდი აქა. ჩვენ როგორი ქვეყანა გვინდა? გვინდა ქვეყანა, სადაც ბიჭების ქორწილს გადავიხდით? ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ჩვენ არავის არ უვარდებით სახლებში, ვისაც რა უნდა ის გააკეთოს. მაგრამ ჩვენ შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ნუახვევენ თავს იმ ფასეულობებს, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად უცხოა. მე სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ. დიახ, ამ ქვეყანაში არა მარტო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს და უნდა მოვიდეს ჩვენაირი ძალა ხელისუფლებაში, არამედ ჩვენ უნდა მივახციოთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ტვინი შეგვიჭამა დღევანდელმა ხელისუფლებამ იმის ძახილით ევროპაში უვიზოთ ვივლითო. გუშინ წინ ვიყავი სამგორის რაიონში. ამაზე მეტი ხალხი იყო ვიდრე დღეს ეგ არის და ვკითხე. რამდენ ადამიანს შეგიძლიათ ევროპაში გასასეირნებლად წასვლა მეთქი? მანიშნოს თქვენგან ვინმემ ვის შეუძლია ევროპაში სასეირნოდ წასვლა დღეს? რა თავში ვიხლით მარტო თავისუფალ მიმოსვლას და რეჟიმს და უვიზო რეჟიმს? იმისათვის გვინდა ეს უვიზო რეჟიმი, რომ ისინიც წავიდნენ საქართველოდან, ვინც დარჩენილნი არიან, საკუთარი შვილები და მშობლები მიატოვონ და სხვისი შვილები და მოხუცები ყავდეთ მოსავლელი საზღვარგარეთ. კი ბატონო, კარგია უვიზო მიმოსვლა, კარგია ევროპასთან სიახლოვე, მაგრამ ჯერ შენი საკუთარი სახლი უნდა მოაგვარო, მოაწესრიგო, მიხედო. იმიტომ რომ ევროპელი არ მოვა აქ და არ დაგვის ამ ეზოს. დიახ, ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ ჩვენი ქვეყანა. დიახ, უნდა მივხედოთ ამ ქვეყანას და გუშინ წინ, როცა ქალბატონ ინგა გრიგოლიასთან იყო გადაცემა, კითხეს ესეთი რაღაცა. აი რა ვუთხრათო მოსახლეობას, რატომ უნდა დაგიჯერონო? ძალიან მარტივია. პირველი დღიდან, რაც შეიქმნა ჩვენი პარტია დემოკრატიული მოძრაობა, ჩვენ არც ერთი ტყუილი არ გვითქვამს ჩვენი მოსახლეობისთვის. რასაც პირდებოდით, ვიბრძოდით, რომ ის შეგვესრულებია. სხვათა შორის ერთხელ შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომელიც იცით რომ ძალიან მაკრიტიკებდა ყოველთვის. ძალიან ვაკრიტიკებო, მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვაო, შეეცადა მაინც ეს ძალა, რომ სააკაშვილის რეჟიმისთვის ბოლო მოეღო და იბრძოლეს მაინცო. დიახ, ჩვენ ვიბრძოდით და შევეცადეთ კი არა. ბოლოც მოუღეთ, იმიტომ რომ 1 ოქტომბერი არ იქნებოდა 26 მაისის გარეშე. და კეთილი ინებოს დღევანდელმა ხელისუფლებამ და ვინც 26 მაისს სისხლ გადარეცხილ რუსთაველზე აღლუმი ჩაატარა, იმ ხალხს მოსთხოვოს პასუხი. მე მინდა გითხრათ, შემთხვევით არ აგვირჩევია ჩვენ არც დიმა ლორთქიფანიძე, არც რამა გაგნიძე, არც გურამ კვირიკაშვილი და არც სხვა დეპუტატები. მე სიმართლე შემიძლია გითხრათ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დიტო ლორთქიფანიძე არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ სხვის შვილს წაართვას ლუკმა და ის ლუკმა თავის შვილს მიუტანოს სახლში. იმიტომ რომ ის არის მორწმუნე ადამიანი, ის არის წესიერი ადამიანი და მან იცის, რომ სხვისი შვილისთვის წართმეული ლუკმა მის შვილს გულზე დაადგება და არ შეერგება. მე ვიცი, რომ ის თითოეულ თეთრს თბილისის ბიუჯეტის, თქვენი რაიონის ბიუჯეტის, თითოეული თქვენგანის, აი ამ პატარების ხვალინდელი დღისათვის დახარჯავს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თქვენ დაგვეხმარებით იმით, რომ მიხვალთ 15-ში, შემოხაზავთ 3 ნომერს, აირჩევთ ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას, იმიტომ რომ ღირსეულ მერს, ღირსეულ მაჟორიტარულ კანდიდატს სერიოზული გუნდი სჭირდება, რომ ამ გუნდთან ერთად საქმე გააკეთოს. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ თქვენი თანადგომით, თქვენი გვერდში დგომით, თქვენთან ერთად გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი შვილების მომავალს სჭირდება. აირჩიეთ დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჩვენ მოვაწესრიგებთ თბილისს, მოვაწესრიგებთ ქვეყანას და წავიყვანთ ქვეყანას უკეთესი გზისკენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს აცრემლებული ადამიანები აღარ შეხურებდნენ ხვალინდელ დღესწრემლიანი თვალებით, არამედ მართლა იმედიანი თვალებით უყურებდნენ. ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ ის ორი ადამიანი, რომელიც თქვენ უნდა აირჩიოთ, დიდუბის მაჟორიტარად გურამ კვირიკაშვილი, ხოლო აქ დიღმის მასივის მაჟორიტარად რამაზ გაგნიძე. ხო. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. გიორგოვას გილოცავთ, ყველას გიორგოვის ზალა და მადლი არ მოგიშალოთ მეხას. თბილისი დიდი პასუხისმგებლობა
და როდესაც ხარ ისეთი დიდი და კოლორიტული უბნის, როგორც დიდუბი არის, იმის წარმომადგენელი, ის პასუხისგებლობა ათმაგდება. ამ უბანში დავიბადე, ამ უბანში გავიზარდე. აქ შევხვდენი ტრადიციული და როგორც ლამაზი ქართული ოჯახი. უკვე ორი შვილიშვილის ბაბუაც ვარ და ამ უბანთან კავშირი არასოდეს არ დამიკარგავს და ყოველთვის ამ უბნის ერთგული ვრჩების. მეც ისევე როგორც ბევრ თქვენთაგანს არც ისე მარტივი ცხოვრების გზა განვლე. ჩემი დაუღალავი შრომით გავიარე ყველა ის საფეხური, რაც ადამიანს პიროვნებად ჩამოყალიბებაში ეხმარება. ამ საფეხურებზე ასვლისას ყოველთვის მახსოვდა, რომ უკან ჩამოსვლისას, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად ხდება, არ გამჭირვებოდა იმ ადამიანებისთვის შემეხედა თვალებში, რომლებიც თან ერთად მთელი ცხოვრება გავატარე. ვფიქრობ, ეს შევძელი კიდეც. სხვანაირად დღეს აქ ვერ ვიდგებოდი. მე საქმიანი ადამიანი ვარ და პოლიტიკოსი არ ვარ. იმიტომ არის, რომ დღეს აი ყველას ერთად რო გიყურებ, ჩემ ახლობლებს, ჩემ მეგობრებს, ოდნავ ღელავ და ამას ჩემი გამარჯვება, თითეული დიდუბელის და პლეხანოვის გამარჯვება იქნება. ჩემი ხმა თითეული დიდუბელის და პლეხანოველების ხმა იქნება. მე მაგ ჩემი დიდუბელების და პლეხანოველების იმედი. მათ უნდა ჯეროდეთ ჩემი. ყველას გთხოვთ, რომ შემოხაზოთ ნომერი 3. დროა მოვაწესრიგოთ დიდუბე. დროა მოვაწესრიგოთ ქალაქი. დროა მოვაწესრიგოთ ქვეყანა. და ჩვენ ბურჯანაძე, ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციასთან ერთად ამის მოწესრიგებას შევძლებთ. დავიწყოთ თბილისიც. ილოცავთ გიორგობას. ერთმა დალოცულები გატაროთ ყველა, წარმატებულები და გამარჯვებულები. ჩემო ლამაზო და კარგო ხალხო, თიღომში დავიბადე, თიღომში გავიზარდე, წარმატებულ, შეძლებს დაგვარა წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბდი თიღომში, მაქსიმალურად ვესწრები თქვენ პირობა მოგცეთ ყველანაირად დაცული იყოთ ჩემ გვერდზე, ყველანი აბსოლუტურად, ყველა სოციალურად და ყველანაირად. მაქსიმალურად შევესწრები ყველა პირობა შევასრულო და მაქსიმალურად ვესწრები გამოვაკეთო, გამოვაცოცხლო უბანი, თიღომი. გენაცვალეთ დიღმელებო, ისე მიყვარხართ და ისე მოგხედავთ როგორც ჩემს საკუთარ ოჯახს. როგორც სიტყვის კაცი ეგრეა ცნობილი და ესე რომ სიტყვა არ უნდა გატეხოს. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას გიხდით ყველას. თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს და თქვენს გქონდეთ ჩვენი იმედი. შემოხაზეთ ნომერი 3, ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია. ერთად მოვაწესრიგოთ ქვეყანა, მოვაწესრიგოთ თბილისი, მოვაწესრიგოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენ თავარ ჭაპანს გავწევთ ამ მიმართულებით. თქვენგან 3 ნომრის შემოხაზვა გჭირდება. მადლობა.